ჩვენი მომავალი და იმედი შეიძლება თამამად ითქვას. აზერბაიჯანელი დები, რომლებმაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი შეფასება მიიღეს, გაგაცნობთ იმ წარჩინებულ აბიტურიენტებს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულების მოპოვება შეძლეს და მათ შორისაა ანასტასია კალანდაძეც, რომელმაც ქართულ ენაში 60-დან 60, ხოლო ინგლისურში 70-დან 60 ქულა მიიღო. ვნახოთ ელენე მირიანაშვილისა და რეზო ნებიერიძის სიუჟეტი. გავიცნოთ აბა ეს ადამიანი. ჩვენ ვართ აზერბაიჯანელი დები მარნეულიდან და ეროვნულ გამოცდებში ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური ქულა მივიღეთ. ძალიან ამაღლებელი მომენტი იყო ქვების გამოცხადების დროს, ჩემ დასთან და დედასთან ერთად ვიყავი. ძალიან გამიხარდა, რადგან ეს შედეგი რთული პერიოდის უძილო ღამეებისა და მუდმივი შრომის ნაყოფია. ვფიქრობ, რომ ამაში მშობების როლი ძალიან მნიშვნელოვანია. მე პირადად დიდ მადლობას ვუხდი ჩემ დედას, რომელიც მუდამ ჩემი მხარდამჭერი იყო და მსჯეროდა ჩემი შესაძლებლობების. ასევე ჩემი და რადგან ჩვენ სულ ერთად მეცადინეობდით, ვლაპარაკობდით შეხედულებებს ერთმანეთთან ვიზიარებდით და ამიტომ ნაკლებად ვგრძნობდით სტრესსა და ნერვიულობას. ჩვენ პირველ კლასთან ქართულ სკოლაში ვსწავლობთ, ამიტომაც კლასელებიც ქართველები გვყავდა და მუდმივად მაგთან ვიყავთ კომუნიკაციაში და ძალიან გვიყვარს ქართული ენა და ლიტერატურა. ჩემი ყველაზე საყვარელი მწერალია ილია ჭავჭავაძე, რომლის ნაწარმოები ჩემში აღვიძებს თავისუფლებას. მიმაჩნია, რომ მასალების მხარდაჭერისა და სხვადასხვა რაღაცებიდან გამომდინარე, ქართული სიყვარული გამოჟღავნდა ჩვენში. ივან ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის პროგრამაზე მოვხდით ორივე. ჩვენი ერთ-ერთი მიზანი ის არის, რომ ჩვენი ცხოვრების ახალ ეტაპზე მიღებული ცოდნა და გამოცდილებები გამოვიყენოთ არა მხოლოდ ჩვენი პირადი კეთილდღეობისთვის, არამედ ქვეყნისთვის და ქვეყნის მოქალაქეებისთვის. და სწორედ ამიტომ გვინდოდა, რომ სამართლის მიმართულებით გაგვეგრძელებინა სწავლა. ჩემი აზრით ძალიან საინტერესო 4 წელი გველოდება წინ. მინდა რომ მაქსიმალურად გამოვიყენო ჩვენი შესაძლებლობების სწავლის მიმართულებით. ჩემი რჩევა მომავალი აბიტურიენტებისთვის ის იქნება, რომ დრო სწორად გადაანაწილონ და არ დაკარგონ შრომის სურვილი და მონდომება, რადგან სწორედ ამ პრინციპების საშუალებით მიაღწევენ წარმატებას და თავიანთ მიზნებს. მეც იმავეს ვურჩევ, რომ დაიჯერონ საკუთარი თავის და იშრომონ მიზნის მისაღწევად, რადგან შრომა და მონდომება ყოველთვის ფასდება. მე ვარ ანასტასია კალანდაძე და ეროვნულ გამოცდებზე ქართულსა და ინგლისურში მივიღე მაქსიმალური ქულები. თავიდან ვერ დავიჯერე, რომ უმაღლესი შეფასებები მქონდა, როდესაც გავხსენი საიტი, თავიდან მეგონა, რომ უბრალოდ წერდნენ მაქსიმალური ქულები, რა იყო შესაძლებელი, რომ ამეღო და რამდენჯერმე მომიწია ხელახლა შესვლა, რომ გამიაზრებინა, რომ აი მართლა ორივე საგანში მაქსიმალური ქულა ავიღე, მაგრამ საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა ძალიან გამიხარდა და მივხვდი, რომ ეს ჩემი შრომა ტყუილად არ ჩამიდია ამ ყველაფერში. შეუძლებელი არაფერი არ არის, მით უმეტეს სკოლაში მიღებული ცოდნაც აძლევს მოსწავლეს იმ სტიმულს, რომ კარგად ჩააბაროს ეს გამოცდები. თავარი არის, რომ არ ინერვიულონ და თავდაჯერებულები იყვნენ, რადგანაც იმ მომენტში, როცა დაჯდებიან უკვე გამოცდის დასაწერად, ყველა მთელი ეს ცოდნა და მთელი შრომა მოვა და შესაბამისად ყველაფერი გამოვვათ. გადავუხდიდი მადლობას მთელ პედაგოგიურ კოლექტივს, რადგანაც ყოველმა მასწავლებელმა ჩაადო რაღაც გარკვეული წვლილი იმაში, რომ აი დღეს ესეთი შედეგი დავდეთ. ჩემ ოჯახსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის და ჩემს რეპეტიტორებსაც, რა თქმა უნდა, რადგანაც ისინი მამოტივირებდნენ მთელი წლის განმავლობაში. ინგლისური ჩემი თვი მეცადინე და ალბათ ის დამეხმარა, რომ მე მთელი ჩემი ბავშვობა წიგნებსაც ინგლისურად კითხულობდი, სერიალებსა, ფილმებსაც ინგლისურად ვუყურებდი და თან წინა წელს IELTS-ის გამოცდა ჩავაბარე სიერთ დონეზე და ამიტომ ამ მომცა იმდენი თავდაჯერებულობა, რომ რეპეტიტორთან არ მივსულიყავი და ჩემით მესწავლა. მოვიპოვე 100%-იანი გრანტი, რადგანაც მაქსიმალური ქულები მქონდა და ეს სფერო იმიტომ ავირჩიე, რომ ბავშვობიდან ძალიან მაინტერესებდა მათემატიკა, სტატისტიკა და ფსიქოლოგია და რაღაცნაირად ვფიქრობ, რომ ამ სფერომ ეს სამივე გააერთიანა და მგონია, რომ ჩემი სფერო იყო საბოლოო ჯამში ზუსტად ეკონომიკა. მომავალ აბიტურიენტებს ვუსურვებ წარმატებას, რა თქმა უნდა, პირველ რიგში. შეუძლებელი არაფერია და დარწმუნებული ვარ, რომ შეძლებენ, რომ ზუსტად იქ ჩააბარონ, სადაც მათ უნდათ.